სურვილი ადამიანისა თქვენთან მიმართებაში. ესე იგი, ჩვენ ახლა სურვილებს წავეკითხავთ და მე უფრო მეტად კონკრეტიკა რომ მოგცეთ, შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ადამიანზე ესაჯერო გაშლა, ვთქვათ, რომელთან დაკავშირებითაც არა მხოლოდ გაინტერესებთ ეს ინფორმაცია, არამედ გინდათ რომ გადაამოწმოთ საკუთარი ინტუიცია, გადაამოწმოთ საკუთარი შეგრძნებები, რამდენად ემთხვევა ხო ეს ყველაფერი. მაშინ განსაკუთრებით საინტერესო ესაჯერო გაშლა, როდესაც არ იცით რეალურად ადამიანის სურვილი თქვენთან მიმართებაში რა არის, ხო? ამიტომ შეიძლება ეს გაუგებარი ურთიერთობების ფორმატისთვის ყველაზე კარგი იყოს, ხო? საჯარო გაშლა და პასუხებიც შესაბამისი. გაუგებარ ურთიერთობებში გულისხმობ ჭრელობებელა არც გაფრინდე არც მოფრინდეს პრინციპს, ასე რომ შემოუერთდით საჯარო გაშლას, ვისაც ვთქვათ ასეთი მიმართულებით გაინტერესებთ მუშაობა და დღეს მე თქვენთვის გავაჟღერებ ამ ინფორმაციას, რა უნდა ადამიანს, რა სურვილი აქვს ადამიანს თქვენთან მიმართებაში ახლა პირველი სურვილი, პირველი არკანი რაც ამოვა, ამ ადამიანის სურვილებს წაიკითხავს, სურვილს, პირველ ყოფილ სურვილს, რაც მოდის ინფორმაციულად, ხო? რა უნდა ამ ადამიანს სურვილად? პირველი, მისი სურვილი, მეორე, მისი სურვილი, მესამე, მისი სურვილი. როდესაც თქვენს ფოტოს უყურებს, არ უყურებს, ფიქრობს თქვენზე, რა რისი სურვილი უჩნდება პირველი? თეთრი ნიჟარა, ყვითელი ნიჟარა, ყვითელი ნიჟარა და მთისბროლი. ესეთი სამი ვარიანტი, დახუჭეთ ახლა თვალები. დაინახეთ ადამიანი, რომელთან დაკავშირებითაც გაინტერესებთ ეს ინფორმაცია. მე კი ვიწყებ პირველი ვარიანტით, ვინც არ დაიმალა, ჩემი ბრალი არ არის. ვინც არ მოასწრო დამალვა. თუ როგორ იყო ბავშვობაში გამახსენეთ? დაპაუზეთ, ვინც არ მოასწარით, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. სურვილი ამ ადამიანის რა არის ახლა, როდესაც თქვენზე ფიქრობს? მისი ემოციური ფანტაზიები დააკმაყოფილოთ, იმიტომ რომ თასების რაინდი მეფე ამოვიდა. თვითონ ამოვიდა, მეგობრებო. თვითონ ამოვიდა. მის ირგვლივ, თქვენი სურვილები ტრიალებს მის ირგვლივ, მის რეალობაში დავაკონკრეტოთ, რომ აჩქოთ კარგი ემოციები, რომ აჩქოთ სასიამოვნო მომენტები. სურვილი რა აქვს? რა აქვს ადამიანს სურვილად? მოდი გავიხსენოთ წარსული. სურვილად აქვს რომ ხო წარსულში კარგი იყო რა. გავიმეორებდი სიამოვნებით. ამბობს ადამიანი. სიამოვნებით გავიმეორებდი ამას, რაც იყო წარსულში, მაგრამ მე ამას ვეღარ გავაკეთებ, ან შენ ვეღარ გააკეთებ, იმიტომ რომ ჩვენ შორის ცივი ოთხიანების ხმლები, ანუ არ არის მოძრაობა. რატომ არ არის მოძრაობა? 15 არკანი. რა უნდა თქვენს ემოციურ დამოკიდებულებაზე, უბრალოდ მინდა რომ თავის ემოციურ იმაზე შეგსვათ, იმაზე. ხუთენების პენტაკლები. ან უკვე მიხვდით ადამიანის სულებს ძალიან კარგად და შესაბამისად სცენარი გაუჩერეთ, ხო? სცენარი გაუჩერთ, იმიტომ რომ სავარაუდოდ რაღაცა მეტის მოცემა ადამიანს ან არ შეეძლო, ან არ უნდა და ან ყოველ შემთხვევაში ეს იყო ურთიერთობის ფორმატის ის მაქსიმუმი, რაც ყოველ შემთხვევაში მან მოგცათ თქვენ, რაც თქვენ საბოლოო ჯამში ალბათ არ გაწყობდათ ეს ყველაფერი, თორემ გააგრძელებდით ხომ ასეა. ხომ გააგრძელებდით ამ ყველაფერს. სამინების ხლები. გული გეტკინათ, რატო გეტკინათ გული?
რატომ გეტკინა თქვენი? იმიტომ რომ სამკუთხედია. იმიტომ რომ ადამიანი არ არის სავარაუდოდ სტაბილური. ან თქვენ ხართ დაკავებული, ასე ვთქვათ, ან მეორე ადამიანს კონკრეტული ადამიანი ვინც ჩაიმფიქრეთ ის არ არის თავისუფალი, ხო? მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ 2-3-იანი, 3 ხმალი, 3 თასი და შუაში მეტლი. ადამიანი მოძრაობს ხან ერთთან, ხან მეორესთან დადის, ხო, წინ და უკან და ზუსტად ამიტომ ეს ფორმატი სავარაუდოდ თქვენ უკვე თქვენთვის აღარ იყო საინტერესო და ზუსტად ამიტომ ეს ყველაფერი გააჩერეთ. ან თავად ადამიანმა გააჩერა, მაგრამ სურვილი არის ის, რომ გავიმეორებდი იმას, რაც წარსულში იყო. არა, მე ვერ ვიტყვი, რომ მარტო აქ რაღაც ინტიმური ასპექტი არის. არა, აშკარად იყო გარკვეული მომენტები, როდესაც ერთმანეთს კარგ წუთებს, წამებს, ემოციურად სავსე მომენტებს აძლევდით და აქ მარტო ინტიმური ასპექტი არ არის ნამდვილად. ну, ყოველ შემთხვევაში ადამიანი ისურვებდა თავის თავს ამ სცენარში კიდევ ერთხელ. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი. გადავედით მეორე ვარიანტზე. ადამიანის სურვილი, როდესაც თქვენზე ფიქრობს, ახსენდებით, თქვენს ფოტოს უყურებს და ასე შემდეგ. რა არის ადამიანის სურვილი? რა ხდება ფიგურული არკანი მეორე ხმლების მეფე? რა ხდება ყველას ყოფილები ჩემს ალტარის სამუშაო მაგიდასთან შემოიკრებდნენ? ხმლების მეფე. ну, ის პირველი პერსონაჟისგან განსხვავებით ეს გაბრეზებულია, აშკარად ეთყობა. რაღაცა მის საწინააღმდეგოდ წავიდა აშკარად. კეთილი. ხმლების მეფე. რა სურვილები აქვს ხმლების მეფეს თქვენთან დაკავშირებით? რა სურვილები აქვს? 6-იანების პენტაკლები, 3-იანების პენტაკლები, 10-იანების პენტაკლები. ორომი. რამდენ პენტაკლებშია ეს ვინ არის? პენტაკლის ტუზი? რა ხდება? დამზე. ადამიანის სურვილი იცით რა არის? ხართ მისთვის. მეგობრებო, ეს ვინ მოიყვანეთ აქ? ესე იგი, ადამიანის ქვეცნობიერში, ან საერთოდ საკმაოდ გაცნობიერებულ ამბავში, დევს ერთი პროგრამა. მე შენზე უკეთესად ვიქნები. მე შენზე გავიმარჯვებ. შენ კიდევ ნახავ ვინ დაკარგე. ეს იცით როგორი ადამიანია, მეგობრებო? ეს არის ადამიანი, რომელსაც გთვლით, რომ რაც კი სამყაროში რაღაცა ცუდი რაღაცები მოხდა მის ცხოვრებაში, ყველაფერი თქვენი ბრალია. მოატყუეთ, არიყავით გულწრფელი, გარკვეული გეგმები ჩამოამხეთ თავზე, როდესაც ადამიანს თავი ქუჩში ეგონა და ასე შემდეგ და დააკარგინეთ სტაბილური, ვთქვათ, სურათი, რასაც მიჩვეულიყო და ანუ ადამიანის სულ პენტაკლებში ზის. ადამიანის ერთადერთი იდეა ფიქსი არის, რომ გამოიმუშავოს ფინანსები. ადამიანის ერთადერთი იდეა ფიქსი არის ის, რომ გაიმარჯვოს, იყოს წარმატებული, იყოს ძლიერი და განახოთ, რომ რა დამკარგე? მე ვინ გავხდი შენს მერე? ხვდებით? მე რამდენი შემიძლია? შენ გეგონა, რომ მე მარტო შენით შემეძლო რაღაცები, მაგრამ შენს გარეშე და შემიძლია. ღმერთო ჩემო.
ანუ ადამიანს უნდა რომ დაგიმტკიცოთ როგორი მაგარია. ადამიანს უნდა რომ დაგიმტკიცოთ როგორი მაგარია. ამისთვის ცხოვრობს მე მგონი ადამიანი, რომ დაგიმტკიცოთ როგორი მაგარია. თქვენზე რას ფიქრობს ახლა? არკანის სულელი, ორიანების ხმლები, იმპერატორი, ცირა არის მეგობრებო, აიცით ადამიანი რას ფიქრობს თქვენზე? ეს ყველას არ ეხება, მაგრამ შესაძლებელია სადღაც ადამიანი ყველას არ ეხება. სადღაც ქვეცნობიერად ფიქრობდეს, რომ მოვა დრო და თქვენი გზები ისევ გადაიკვეთება. მაგრამ მთლიანობაში ახლა ესეთი აი ენერგიებით რო წავიკითხოთ, ხო? ადამიანი თქვენთან მიმართებაში ხან ხაც მომენტ შეიძლება ხაც გაუგებ ცოტა ის არის ხო შიზა ტიპია ხო რაღაცა ხან შეიძლება რაღაცა პატარა მადლიერების მომენტიც თუ მოძდეს თქვენთან დაკავშირებით უცებ ეს მერე აგრესიაში გადასდის. აგრესიაში გადასდის. მაგრამ ერთ პატარა საიდუმლოს გეტყვით, გულის სიღრმეში ადამიანი გაკვირდებათ კიდევაც აღფრთოვანებულიც არის თქვენით და ძალიან კარგად ხვდება, რომ თქვენი სახით რაღაცა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ვიღაცა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დაკარგა და დატოვა. დატოვა, ან თქვენ დატოვეთ, ნუ ხა მას არ უყურებთ ჩვენ აქ, მაგრამ უფრო დიდი ალბათობით ეს თქვენ გააკეთეთ. და ადამიანი მთლიან გეგმებს აწყობს, რომ აი როგორ დაგიმტკიცოთ და როგორ გაჩვენოთ. შეიძლება იმდენად გაბოროტდა ამ ყველაფრით, რომ ფიზიკურობა შეეცვალა, ან ძალიან გაახდა ადამიანი, ან ძალიან მოიმატა წონაში, ან რაღაცა უცებ დაბერდა. ეს არის ადამიანი, რომელსაც ფიზიკურადაც შეეტყო ეს ყველაფერი. ფიზიკურადაც შეეტყო ეს ყველაფერი. აი ახლა ყველაზე დიდი სურვილი რა გაქვს? სურვილები ბევრი აქვს, მაგრამ იცის, რომ თქვენამდე ვერ მოვა. თქვენამდე ვერ მოვა იცის. იცის, რომ თქვენამდე ვერ მოვა, გადაკეტილია გზები თქვენამდე ახლა. ელოდება რაღაცას, მეგობრებო, აი ხო გეუბნებით რა, არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცაზე რომ ჩაიციკლებიან. მე იცით როგორი ადამიანები არსებობენ? აუცილებლად გააბამენ, თქვათ რამე სასიყვარულო რომანს, ურთიერთობას, ისეთ ქალთან, აი ქალებსაც შევიათ ეს ხო, აი ჩაციკლა, რომელიც რაღაცით გავს მის ყოფილს, ანუ ან სახელით, ან ფიზიკურობით, ან რაღაცა ქერათმებით, ან შავითმებით. რო შეხედავ და იტყვი რაღაცა აი თითქოს ადამიანი ვინც იყო მის გვერდით და მის ანუ პარტნიორი ვისთანაც უცებ რაღაცა მსგავსი დაშორდნენ ერთმანეთს და გავს ხო რაღაცით ანუ იმასაც დაჩორდა მე აი ისეც სუპირველი როგორიც იყო ისევ ეგეც ცდილობს რომ დაუკავშიროს ცხოვრება ანუ ადამიანი ცდილობს რომ რაღაცა მსგავსი მაინც იპოვოს თქვენი სხვა ადამიანში და აი ამის ხათრით, აი ამის მუღამით ბრჭყალებში თავის თავს დააჯეროს, რომ აი ეს უყვარს, ეს არის, კარგად არის ამასთან, უნდა ამასთან. აი ხაცა ის მოვიდა უცებ ინფორმაცია. ადამიანი სხვა ადამიანებში გეძებთ. დამიწერეთ კომენტარებში მეორე ვარიანტი, დაგემშვიდობებით, გადავედით მესამე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი ფრთხილად ამ ადამიანთან ფრთხილად შევგულისხმობ იმას, რომ ადამიანი აშკარად არა ჯანსაღად არის ჩაციკლული
რაღაცა კონკრეტულ ფორმაზე და აი ამ ფორმას ამეორებს თავის თავში. ზოგადად ეს არის ადამიანი, რომელსაც ჩვევია წლები ატაროს რაღაცა, ატაროს, ხო? ფსიქოლოგიურად არ არის ჯამთელი ეს ადამიანი, ხო, ესე ჩვენ აქ უყურებთ, ხო? გაბოროტებისკენ მიდრეკილი ადამიანია. კარგით, დავანებოთ, ხო, თავღაც მომინდა რომ სივრცე გავწმინდო. ამ ადამიანის ენერგიების მერე გამიჩნდა სურვილი, რომ სივრცე გავწმინდო. გავწმინდოთ სივრცე. გავწმინდოთ სივრცე და გავაქცელოთ. სერიოზულად გეუბნებით, სურვილი გამიჩნდა, რომ აი გაიწმინდოს სივრცე. ხო, მე ეს ისტორიები და ენერგიები ხო რჩება, მე მეწმინდა ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა აი უცებ უნდა გამეწმინდა, იმიტომ რომ ნიპრიატნინგი ტიპი არის აშკარად. კარგით, მესამე ვარიანტი ადამიანის სურვილი თქვენთან მიმართებაში ახლა. Temperance, ვერ ვიტყვი რომ რამენერის სურვილი მოდის ახლა. ვერ ვიტყვი, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ ვნახოთ. ან შეიძლება ახლა ამ მომენტში არ აქვს ადამიანს არანაირი სურვილები. თავის იმაშია, სამყაროში, როგორც იტყვიან. თავის რეალობაშია, თავის ვიმსჯელოთ ეს რომ შეიძლება რთული პერიოდი გადაიტანა ახლა ადამიანმა და რაღაც წონასწორობის უნას ცდილობს. სურვილი რა აქვს თქვენთან მიმართებაში ჩაფიქრებულ ადამიანს? არ აქვს არანაირი სურვილები. არ აქვს ადამიანს არანაირი სურვილები. ამ ადამიანს ერთადერთი სურვილი აქვს ის, რომ რაღაცა ფინანსური ბალანსი აღედგინოს. რაღაცა კონტაქტები, ფურცლები, კონტრაქტები, ხელმოწერები, იურისპრუდენცია, მოაგვაროს თავისი რაღაცა პრობლემები, რომელიც აბსოლუტურად და ფინანსური ხარისხის არის და ადამიანი ახლა აი ამ ყველაფერში ხაღარ მინდა დეტალურად შევიდე, იმიტომ რომ მისი სივრცეა, უბრალოდ თქვენთან მიმართებაში ვიტყვი რომ აქ ნამდვილად არ არის არანაირი თქვათ სურვილები ამ ეტაპზე თქვენთან დაკავშირებით, ხო? შეიძლება მისი იურისტია, ეს მეორე ადამიანი, მეორე მამაკაცი, ან მისი თანამშრომელი, მისი კოლეგა, ბიზნეს პარტნიორი, რაღაცას იყოფენ. შეიძლება იყოფენ რაღაც გარკვეულ, ან იყოფენ, ან პირიქით აერთებენ. თქვენ ვინ ხართ ამ ადამიანის ცხოვრებაში ახლა? შვიდიანი პენტაკლები და კოშკი. შვიდიანების ხმლები. შენთვის პენტაკლები. სამების პენტაკლები. ახლა თქვენთან მიმართებაში ხომ არ აქვს ეს ყველაფერი? თქვენ ხომ არ თქვენთან ხო არ ყოფს ამ ყველაფერს? შეგრძნება მოხსნა რაღაცა თქვენ შეიძლება გარკვეულწილად მოხვედრილი იყოთ ამ ყველაფერში როგორც ამბავი. მაგრამ აბსოლუტურად მისი აზრები და ყველაფერი ახლა არის დაკავშირებული იმასთან, რომ ის რაც დაინგრა და ჩამოიშალა, გასწორდეს, დაბალანსდეს და ყველაფერს თავისი ადგილი მიაჩინოს. მე კი დაგანშტობებით, საუკეთესო სურვილებით, ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს.